გამარჯობა. აბადაბა, TikTok-ი, ბუბუ. ეს smartphone-ის აპლიკაციების დასახელებები არ გეგონათ. ეს არის ამერიკული ებრაული მაფიის ყველაზე საინტერესო წარმომადგენლების მეცახელები. აბადაბა იგივე ოტო ბერმანი, TikTok-ი იგივე ალბერტ ტანენბაუმი, ბუბუ იგივე მაქს ჰოფი. სადაც ამერიკის მაფიაზე ვსაუბრობთ ხოლმე, ჩვენ კოზანოსტრას, ანუ სიცილიური მაფიის წარმომადგენლები წარმოგვიდგება ხოლმე თვალწინ. მაგრამ ეს ასე არ არის. ყველაზე სისხლიანი, ყველაზე დაუნდობელი, ყველაზე წარმატებული მაფია ჰქონდათ ებრაელებს. ზოგადად, როდესაც ებრაელებზე ვსაუბრობთ, ჩვენ წარმოგვიდგება თვალწინ გენიალური ფიზიკოსები, მათემატიკოსები, ქიმიკოსები, ნობელის პრემიის ლაურეატები, საოცარი მოჭადრაკეები, მუსიკოსები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს ასეც არის, მაგრამ 20-იან წლებში ამერიკაში გროდნოდან და ოდესიდან ჩამოსული ებრაული დანაშაულებრივი ჯგუფების არანაკლებ ეშინოდათ ვიდრე იტალიური ან ირლანდიური მაფიის. ებრაული მაფია არ ინდობდა არავის, ვინც კი წინ ეღობებოდა. არ ქონდა მნიშვნელობა მათიანი იყავი თუ სხვა ეთნიკური წარმოშობის, მისი წევრები იმდენად ულმობელები იყვნენ, რომ ისინი შიშის ზარს სცემდნენ ნიუ-იორკს. სწორედ ნიუ-იორკში ჩამოყალიბდა ებრაული მაფია პირველად და შემდეგ მოედო მთელს ამერიკას. თუ თქვენ კლასიკურ მაფიოზოს წარმოიდგენთ იმ წლებისას, ალბათ თვალწინ წარმოგიდგებათ სიგარა პირში გაჭრილი, კარგად გამოწყობილი და აუცილებლად ტომი განეთ ხელში და სახელად ჯუზეპე ან პასკუალე. არადა ესენი იყვნენ ჯეიკობი, იგივე იაშკა, ჯოზეფი, იგივე იოსია და ასე შემდეგ. ჩვენს გონებაში რა თქმა უნდა ჩაჭედილია ის ფაქტი, რომ ამერიკელი მაფიოზი აუცილებლად სიცილიელი უნდა ყოფილიყო და ამის მიზეზი რა თქმა უნდა ალ კაპონე, ლაკი ლუჩიანო და სხვა ძალიან ცნობილი მაფიოზები არიან, რომლებმაც რა თქმა უნდა უზარმაზარი როლი ითამაშეს ამერიკის დანაშაულებრივ ისტორიაში. მაგრამ რეალურად თუ ჩვენ ვისაუბრებთ ჩრდილოვან ეკონომიკაზე და ამ ეკონომიკის წარმატებაზე, ჭყალებში რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა ვახსენოთ აქ ებრაული მაფია და რა თქმა უნდა მისი თავკაცი, მისი სულისჩამდგმელი, მისი გონება მაიერ ლანსკი. დღევანდელი ვიდეოდან თქვენ გაიგებთ თუ როგორ გამოიგონა ეთნიკურმა ბრიტანელმა ებრაული მაფია, ხოლო უმდიდრესი ადამიანის შვილმა რესპექტაბელურ ბიზნესად როგორ აქცია იგი და ასევე როგორ შეიქმნა მკვლელების კორპორაცია, ყველაზე საშინელი და ულმობელი დანაშაულებრივი ჯგუფი ამერიკის ისტორიაში. მე ამ არხზე არამხოლოდ გიყვებით საინტერესო ისტორიებს, არამედ ვცდილობ თქვენთან ერთად ავხსნა კიდეც ისინი. მაშასე გადავიდეთ ძირითად თემაზე. როცა ნიუ-იორკზე ვფიქრობთ, ყოველთვის თვალწინ წარმოგვიდგება ცათამრჯენები, გაწკრიალებული ქუჩები, დიდი ფული, ულამაზესი კაფეები, ტაქსები და ასე შემდეგ. მე-20 საუკუნის დასაწყისში ნიუ-იორკი ასეთი არ იყო. ეს გახლდათ ძირითადად ღარიბი რაიონები, ქუჩები, რომლებიც სავსე იყო ცხენის ნეხვით და ასევე გაუსაძლისი სუნი იდგა სწორედ ამ ნეხვის გამო და გაცილებით ჭარბობდა ღარიბი უბნები მდიდარ უბნებს. ნიუ-იორკის ყველაზე ღარიბ რაიონებად მანჰეტენის ისტ-საიდი და ბრუკლინის ბრაუნსვილი ითვლებოდა. და ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სწორედ ამ რაიონებში წარმოიქმნა პირველად დანაშაულებრივი ჯგუფები. ახლა ცოტა ისტორია. საიდან გაჩნდა ნიუ-იორკში ეთნიკური ბანდები და ეთნიკური მაფია და მათ შორის ებრაული. 1909 წელს ქვემო ისტ-საიდში მეიერ ლანსკის ოჯახი დასახლდა. მაიერ ლანსკის ნამდვილი გვარი გახლავთ სუხომლინსკი. რა თქმა უნდა, შემდეგ ამერიკაში მათ შეკვეცეს გვარი და ადვილი წარმოსათქმელი რო ყოფილიყო, ლანსკი დაირქვეს. ისინი თანამედროვე ბელორუსის ტერიტორიიდან ჩამოვიდნენ, არის ასეთი ქალაქი გროდნო, სადაც თითქმის 1/3 ებრაელები ცხოვრობდნენ ამ ქალაქში და ქალაქში ხშირად ეწყობოდა ხოლმე ეგრეთ წოდებული პაგრომები.
პოგრომი გახლავთ რუსული სიტყვა და ნიშნავს დარბევას, პირდაპირ მნიშვნელობით და სხვადასხვა ეს სიტყვა უკვე ესეთი უცვლელი სახით შევიდა ყველა ენაში, ფრანგულში, გერმანულში, ინგლისურში და ასე შემდეგ. პოგრომების დროს რუსი შავრაზმელები არბევდნენ ებრაელთა სახლებს, მათ ბიზნესებს, მაღაზიებს და არ თაკილობდნენ სხვადასხვა არც ქალების გაუპატიურებას და არც ბავშვების დახოცვას. ამიტომ სუხომლინსკებმა აიკრეს გუდანაბადი და უკეთესი ცხოვრების საძებნელად ამერიკას მიაშურეს. მათ დღიდან დღემდე ძლივს გაქონდათ თავი, რომ საჭმელი ეშოვნათ და სწორედ პატარა მაიერი ჩაერთო ოჯახის რჩენაში. მაშინ სხვადასხვა ამერიკაში საკმაოდ ცუდად ექცეოდნენ ებრაელებს. თუ თქვათ ისინი გროდნოდან დარბევებს გამოექცნენ, ამერიკაში მათ არ ჰქონდათ საშუალება ესწავლათ. ამერიკის სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში სპეციალური კვოტები იყო დაწესებული, ესე იგი თქვათ 1000 კაციდან მაქსიმუმ 5 ებრაელს შეეძლო თქვათ ოფიციალურად მოხვედრა სასწავლებლად, ან ასევე მათ ეზღუდებოდა სხვადასხვა პროფესიების დაუფლება. რა რჩებოდათ ამ შემთხვევაში და ამერიკამ ფაქტიურად ამ თავისი იდიოტური კანონებით თვითონვე შეუწყო ხელი ებრაული დანაშაულებრივი ორგანიზაციების წარმოქმნას. ახალგაზრდა მამაკაცები ცდილობდნენ ფული ეშოვათ კრიმინალური გზით და ამას სხვადასხვა ძალიან კარგად ახერხებდნენ. ნიუ-იორკში ამ დროს 3 ეთნიკური დაჯგუფება იყო. ესენი იყვნენ ირლანდიური ბანდები, იტალიური ბანდები, რომლებსაც მალე შეუერთდა ებრაული ბანდებიც. ცოტა ისტორიას რო გადავავლოთ თვალი, ირლანდიელები ამერიკაში ჩამოვიდნენ მასიურად 1810-1820-იან წლებში, ანუ მე-19 საუკუნის დასაწყისში. ბრიტანეთში რამდენიმე წელი მოსავალი არ მოდიოდა ნორმალურად, ირლანდიელები ძირითადად კარტოფილზე იყვნენ დამოკიდებული. კარტოფილი გაანადგურა დაავადებამ, რომელსაც ფიტოფტოროზი ეწოდებოდა და ირლანდიელები შიმშილს გამოექცნენ ამერიკაში იმ იმედით, რომ აქ მაინც ნახავდნენ რაღაც სარჩო საბადებელს და თავს გაიტანდნენ. 1880 წელს იტალიამ სიცილია მიიერთა და ძალიან მაღალი გადასახადები დაუწესა გლეხებს. ეს მოგეხსენებათ აგრარული კუნძულია, იქ თავი ძირითადად სოფლის მეურნეობით გააქვთ და აი ამ წარმოუდგენლად მაღალმა გადასახადებმა ფაქტიურად ყელში ხელი წაუჭირა ადგილობრივ მეწარმეებს. პარალელურად ახალგაზრდები 18 წლის ასაკიდან 7 წლით აუცილებლად უნდა გაეწვიათ ჯარში და სიცილიაც ადგა და დაიძრა ეს 64-ის კუნძული, რომელზეც მე ნამყოფი ვარ და შეყვარებული ვარ უბრალოდ ამ კუნძულზე. აი 64-ის კუნძული ფაქტიურად დაიცალა და მთელი მოსახლეობის 1/3 წარმოიდგინეთ წავიდა ემიგრაციაში. სწორედ ბრუკლინში გადაეყარა 12 წლის ლანსკი გზად ერთ-ერთ იტალიელ ბიჭს. იტალიელმა მას შეურაცხყოფა მიაყენა ანტისემიტური გამოთქმებით, კარგადაც მიბეგვა და ლანსკის რამოდენიმე $, ჰქონდა ნაშოვნი, საკმაოდ ბევრი ფული იყო, მაშინ 5 თუ 6 $, იყო, ეს დღევანდელი ფულით სადღაც $100-მდეა. ეს ფულიც წაართვა და წავიდა. ლანსკიმ ჩაიდო გულში დიდი ბოღმა, რაღაც მომენტში დახვდა მასზე 2 თავით მაღალ და მასზე 4 წლით უფროს ამ იტალიელ ბიჭს, ჯერ მოცელა იგი წააქცია და შემდეგ კარგად მიბეგვა და კარგი ანტი-იტალიური, ანტი-სიცილიური ლოზუნგებიც შეასწავლა. ამას უყურებდნენ როგორც იტალიური ბანდის წევრები, ასევე ებრაული ბანდის და ძალიან გაუკვირდათ, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ლანსკი გამხდარი პატარა დაბალი ბიჭი იყო. გალახულმა იტალიელმა კარგად მიიღო ეს აქციელი, მან პატივისცა ლანსკის ვაჟკაცობას და მეგობრად გაიხადა იგი. ამ იტალიელ ბიჭს ერქვა სალვატორე ლუკანია და იგი ცოტა ხნის შემდეგ ამერიკის მთავარი მაფიოზი გახდება. იგივე ლაკი ლუჩანო. მოკლედ ლუჩანო, როგორც გითხარით, 4 წლით უფროსი იყო ლანსკიზე, დამეგობრდნენ ისინი და რამდენიმე დღეში
ლუჩანომ შეატყო, რომ ლანსკი არა მხოლოდ ვაჟკაცობით გამოირჩეოდა, არამედ მას ძალიან გამჭრიახი გონებაც ჰქონდა. მათი მეგობრობა ძალიან დიდხანს გაგრძელდა და მან საკმაოდ ცუდი შედეგი გამოიღო ამერიკისთვის. ამ ორი ბიჭის ისტორია კარდინალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. ბავშვობა ლუჩანოსი არ იყო იმდენად მძიმე, იგი საკმაოდ მდიდარი ოჯახიდან მოდიოდა და მშობლებსაც ნორმალური შემოსავალი ჰქონდათ, ისინი არ შემშილობდნენ, არ უჭირდათ და მიუხედავად ამისა, ლუჩანოს მაინც შიგნით რაღაცა ბზიკი, როგორც იტყვიან, აწუხებდა და მან 14 წლის ასაკში მიატოვა სწავლა და შლაპების მაღაზიაში მოეწყო გამყიდველად. მას ჰქონდა კვირაში $7, ეს საკმაოდ დიდი ფული იყო, დღევანდელი კურსით ეს სადღაც $250 და 14 წლის ბიჭისთვის არ იყო ეს ცუდი შემოსავალი. სალვატორეს ცოტა მეტი სურდა და ამიტომ მან კავშირი დაამყარა ძალიან ცნობილ, იმდროინდელ ძალიან ცნობილ ირლანდიურ ეთნიკურ ბანდასთან, რომელსაც ერქვა 5 Points Gang, 5 წერტილის ან 5 უბნის ბანდა. შეიძლება ასე თარგმნოთ. 5 Points Gang-თან ლუჩანო ხელსარიელი არ მისულა, მან მიიყვანა ლანსკი და ლანსკის კიდევ ერთი მეგობარი. ლანსკიზე რამდენიმე წლით უმცროსი ბენჯამინ სიგელბაუმი, რომელიც შემდგომში უკვე ცნობილი იყო როგორც ბაქს სიგალის სახელით. ბაქსი სიგალი იყო სრულიად უკონტროლო ადამიანი, იგი თავზე ხელაღებული იყო, უსასტიკესი გამოხტომები ახასიათებდა და როგორ გაიცნო მან ლანსკი. იგი ერთხელ თამაშობდა ქუჩაში რაღაც აზარტულ თამაშს 12 წლის ასაკში. გამოჩნდნენ პოლიციელები და ბაქსიმ ამოიღო იარაღით და ის იყო, უნდა ესროლა, რომ ლანსკი გადაეფარა, შეათრია იგი სადარბაზოში და ფაქტიურად შემდეგ ამბობდა ბაქსი სიგალი, რომ მე ლანსკიმ გადამირჩინა სიცოცხლე, იმიტომ რომ პოლიციელები როგორც კი იარაღს დაინახავდნენ, ჩამცხრილავდნენ. ამიტომ იგი მთელი ცხოვრება თავს დავალებულად გრძნობდა მეგობრისგან. მცირეწლოვან ებრაელთა ბანდების ცხოვრება და მათი ისტორია ძალიან კარგად არის აღწერილი ჩემთვის ძალიან საყვარელ ფილმში ერთხელ ამერიკაში, საკულტო ფილმია მოგეხსენებათ და იქ თითქმის ყველაფერი ის, რაც არის მოთხრობილი, არის გადმოწერილი ბაქსი სიგალის და მაიერ ლანსკის ნამდვილი ამბებიდან. ამერიკაში ირლანდიელებს და იტალიელებს უკვე აწყობილი ჰქონდათ დანაშაულებრივი სქემები და მათ უკვე ორგანიზაციებიც ჰქონდათ ჩამოყალიბებული და თითქოს ამ სიტუაციაში ებრაელებს თითქოს შანსი არ უნდა ქონოდათ, რომ რაღაცნაირად ჩაწერილიყვნენ აი ამ სქემაში. მაგრამ ამ ერისთვის დამახასიათებელმა გამჭრიახობამ და ერთმანეთის გატანის უნარმა, რა თქმა უნდა, თავისი როლი ითამაშა და ებრაულმა ეთნიკურმა ბანდებმა მეთოდურად დაიწყეს ირლანდიური და იტალიური ბანდების შევიწროება. ირლანდიური 5 Point Gang-ი, როგორც გითხარით, რომელშიც ლუჩანო იყო თავიდან გაერთიანებული, შეშიზარსებდა ნიუ-იორკს. ბანდაში იყო მკაცრი იერარქია, სტაბილური შემოსავალი ჰქონდათ, მათ ჰქონდათ იარაღი, სადამსჯელო ჯგუფები, რომლებიც კონკურენტებს აშოშმინებდნენ ხოლმე. სხვათა შორის ისინი ძალიან ხშირად ებრაელ მოსახლეობასაც ავიწროვებდნენ და არბევდნენ მათ ბიზნესს. ამიტომ ებრაელები იძულებული გახდნენ თავი დაეცვათ, ანუ ძალადობისთვის ძალადობით ეპასუხათ. აი ამ ებრაული გაერთიანების არაფორმალური ლიდერი თავიდან გახლდათ ედვარდ ისტმენი, სახელად მონკი. მონკი, ანუ იგივე ბერი, რატომ დაარქვეს მას ასე არ ვიცი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ მონკი არ გახლდათ ეთნიკური ებრაელი. იგი წარმოშობით ბრიტანელი, ან ირლანდიელი, ან ინგლისელი, ხო ზუსტად არავინ იცის. უბრალოდ იგი ცხოვრობდა ებრაელთა უბანში და ძალიან დიდ პატივს სცემდა ამ ხალხს და მფარველობდა რამდენადაც შეეძლო. ეს იყო უზარმაზარი 2 მეტრიანი კაცი, მუხის კარადასავით ჩაჯირკული, უზარმაზარი მუშტებით, ასხმული კუნთებით და სხვათა შორის პირი ქონა გამოსებული ოქროს კბილებით და წელზემოშიშველი დადიოდა ნიუ-იორკში, აიმით დაამახსოვრა ნიუ-იორკელებს თავი. ძლიერი ფიზიკურად ძალიან ძლიერი პიროვნება იყო, ამიტომ იგი თავიდან მუშაობდა მცველად ერთ-ერთ რესტორანში, რომელშიც ძალიან ხშირად დადიოდნენ დემოკრატიული პარტიის წევრები ამერიკის. შემდეგ იგი შეამჩნიეს დემოკრატებმა და თავის საარჩევნო კომპანიაში ჩაწერეს როგორც მცველი, მაგრამ ეს მცველი ასრულებდა რა დავალებას? იმ დავალებას, რასაც დღეს
ბევრ ქვეყანაში და ზოგჯერ მათ შორის ჩვენთანაც კარუსელს უძახიან. ანუ ერთი და იგივე ადამიანი რამოდენიმეჯერ აძლევდა ხმას და თუ კი ვინმე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, მონკი თავის პირს დააღებდა, ოქროს ღოჯებს აჩვენებდა, შემდეგ მუშს აჩვენებდა და ადამიანი ეგრევე წყნარდებოდა. ანუ საკმაოდ კარგ საქმეს უკეთებდა დემოკრატიულ პარტიას. პოლიტიკაში სხვა ბანდებიც ართაკილობდნენ მონაწილეობის მიღებას, ისინი ხშირად აშოშმინებდნენ ხოლმე განსაკუთრებით ურჩამომრჩევლებს, შლიდნენ საპროტესტო აქციებს, გაფიცვებს და ასე შემდეგ. ებრაელები ასეთ თამაშებში როგორც წესი არ მონაწილეობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ებრაული მოსახლეობა თითქმის 1/13 წარმოადგენდა ნიუ-იორკისა, დანაშაულის მხოლოდ 15% მოდიოდა მათზე. დანარჩენს იყოფდნენ იტალიელები და ირლანდიელები. მონკის ხანა 1905 წელს დასრულდა, როცა იგი Five Point Gangs დაეჯახა და მონკის ბანდის 2 წევრი დაიღუპა ამ შეჯახების დროს, 18 დაიჭირეს, მათ შორის მონკიც დაიჭირეს, რომელიც კი გაექცა აი ამ ალყას, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ გადაწყვიტა ერთი საკმაოდ დიდარი მეწარმის გაძარცვა, რომელსაც პინკერტონის აგენტები იცავდნენ და ესე სულელურად ჩავარდა ციხეში. მან აქ 5 წელი გაატარა, მაგრამ ამ დროის განმავლობაში მისი ბანდა დაიშალა. კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა ჩვენი სამეული, ანუ ბაქსი სიგალი, მეირ ლანსკი და ლაკი ლუჩიანო. იდეალურად ორგანიზებულმა დაჯგუფებამ ნიუ-იორკის დამნაშავეთა სამყარო შეაზანზარა აი ამ სამმა ბიჭმა. წინ კი დანაშაულებრივი სამყაროს რენესანსის ხანა დგებოდა. ამერიკას უნდა მიეღო ყოვლად ბრიყული კანონი, ეგრეთ წოდებული მშრალი კანონი, რომელიც სასმელის დამზადება გაყიდვას გრძალავდა. კანადამ ეს კანონი 2 წლით ადრე მიიღო და მიხვდა თუ არა, რომ აბსოლუტური სისულელე იყო, 1 წელიწადში გააუქმა. მაგრამ ამერიკას ამდენი ჭკუა არ იყო. და ამან სხვადასხვა ამერიკის ისტორია თავდაყირა დააყენა, აი მათმა წელმა, რომლის განმავლობაშიც მშრალი კანონი მოქმედებდა და შექმნა ისეთი ორგანიზებული დანაშაული, რომლის ნაყოფსაც დღესაც ისხამს ამერიკა სამწუხაროდ. ლანსკიმ თავისი გამჭრიახი გონებით უცებ გადახარშა თუ რა ხდებოდა და პირველმა დაიწყო კანადიდან კონტრაბანდული მეთოდებით და ხერხებით ვისკის შემოტანა. კანადას და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გახლავთ უზარმაზარი ტბა ონტარიო და სწორედ აი მონტარიოს ტბაზე საწყალოსნო გზით ხდებოდა ვისკის შეტანა ამერიკის ტერიტორიაზე. რაც შეეხება დაცვას, ეს ონტარიოს სანაპირო ზოლი იმდენად გრძელია ამერიკაში, რომ მას უბრალოდ პოლიციელები ვერ აუდიოდნენ, ხოლო ლანსკის ხალხმა ძალიან კარგად იცოდა, თუ სად შეიძლებოდა უსაფრთხოდ გადმოტვირთვა აი ამ ტვირთის. ასევე თქვენ ფილმიდან ერთხელ ამერიკაში გახსოვთ, თუ როგორ ყრიან გაბერილ ბუშტებიან ყუთებს, ვისკის ყუთებს წყალში. ამ ყუთებს პლუს მიბმული აქვს ქვემოდან დიდი ტომრები მარილით. მარილი იხსნება და როდესაც დამჭატდება ყუთი, სწორედ აი ამ ბუშტებს ზემოთ ამოაქვთ. რატო ხდებოდა ხოლმე ეს? იმიტომ რომ როდესაც თქვათ სანაპირო დაცვა მიადგებოდა გემს, რომელზეც იცოდნენ რომ ვისკია, უცებ გადაყრიდნენ ამ ყუთებს, დაათვალიერებდა სანაპირო დაცვა, იქ არაფერი არ არის და გაანებებდა თავს, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ იგივე გემი მიდიოდა იმ ადგილას, სადაც მათ ვისკის ყუთები ჩაყარეს და მათ უკვე ხვდებოდათ ეს ამოტივტივებული ვისკი. ძალიან საინტერესო მომენტი გააკეთა მაირ ლანსკიმ. მან დაიქირავა სპეციალური ქიმიკოსები, რომლებიც კანადიდან შემოტანილ ვისკს აზავებდნენ სპირტში, უმატებდნენ მას წყალს და კიდევ შეფერილობას და არომატებს, რომ რაღაცნაირად ვისკის დამსგავსებოდა და ცნობილია, რომ მან მშრალი კანონის განმავლობაში 64 მილიონი ლიტრი ვისკი შეიტანა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მაგრამ გაყიდა რამდენი? 200 მილიონი. როგორ? სწორედ აი მაქინაციების ხერხით, ანუ გაზავებული ვისკი იყო ეს. და წარმოიდგინეთ, რამხელა ფული იშოვა ლანსკის დაჯგუფებამ ამ მაქინაციებით, იმიტომ რომ ალკოჰოლი ამერიკის შეერთებულ შტატებში მამასისხლად იყიდებოდა
იმ პატარა იატაკქვეშეთა ბარებში და რესტორნებში, რომლებსაც თვითონ ლანსკის ბანდა მართავდა. სხვათა შორის ერთ-ერთი ასეთი რესტორანი სახელად ჩამლესი დღემდე არსებობს ნიუ-იორკში და იგი დღემდე ამაყობს იმით, რომ იგი ოდესღაც ლანსკის და ლუჩანოს და ბაქსის რესტორანი იყო. იმხელა ავტორიტეტი მოიპოვა ბანდამ ამერიკაში, რომ თვით ალ კაპონეც კი ვერ ბედავდა მათთან კონსულტაციების გარეშე ალკოჰოლთან შეხებას. 20-იანი წლების ბოლოსკენ ლანსკი მიხვდა თავისი ასევე ძალიან ვიზიონერული და გამჭრიახი გონებით, რომ ამერიკა დიდხანს ვერ გაუძლებდა მშრალ კანონს და იგი აუცილებლად შეიცვლებოდა მალე. ამიტომ მან თავისი ფული, რომელიც იშოვა ალკოჰოლით ვაჭრობაში, მთლიანად გადართო სათამაშო ბიზნესზე და პროსტიტუციაზე. მან დაიქირავა მათემატიკოსების ჯგუფი, რომლებმაც დაიწყეს სხვადასხვა აზარტული თამაშების კვლევა. თუ რომელი აზარტული თამაში იქნებოდა ყველაზე მომგებიანი, რომ ის დაენერგათ თავიანთ კაზინოებში. როგორც კი დამთავრდა მშრალი კანონი, ლანსკიმ და მისმა ბრიგადამ კლივლენდში, დეტროიტში, ფლორიდასა და ახალ ორლეანში პირველი კაზინოები გახსნეს. მოგვიანებით ლანსკი კუბასაც გადაწყვეტა, მაგრამ ეს ცალკე ისტორია და ამაზე ცალკე გიამბობთ. ყველა ეს კაზინო იყო აბსოლუტურად ლეგალური და პატიოსანი. პატიოსანი რამხრივ, იმხრივ, რომ იქ არ ატყუებდნენ მომხმარებელს, მოთამაშეს, განსხვავებით სხვა კაზინოებისგან, სადაც უამრავი მახინაცია ტარდებოდა, აი რულეტიდან დაწყებული, ბლეკჯეკით დამთავრებული და ამიტომ მაიერ ლანსკის კაზინოებმა საკმაოდ ესეთი პრესტიჟული და პოპულარული სახელი მოიპოვეს. ლანსკის და მის ჯგუფს ამ დროს დიდ მფარველობას უწევდა არნოლდ როდშტეინი, მეტსახელად ბრეინ, ანუ ტვინი და კრიმინალიტეტი ძალიან დიდ პატივს სცემდა ამ ადამიანს და მას სხვა შორის მოსეც კი შეარქვეს. სწორედ როდშტეინის დამსახურებაა, რომ ჩვენ მაფიოზები დღეს წარმოგვიდგენია როგორც კარგად გამოწყობილი, კარგი მანერების მქონე, პირში სიგარა გაჭრილი და ხელში შამპანურის ჭიქით პერსონაჟები. სწორედ მან გამოიგონა ეს იმიჯი, ისევე როგორც თქვა ბიტლზების იმიჯი გამოიგონა მეორე ებრაელმა ბრაიან ეპშტაინმა. სწორედ როდშტეინმა ამოათრია ებრაული მაფია ნიუ-იორკის ვიწრო და ბინძური ქუჩებიდან და გადააქცია იგი ფინანსურად ზეწარმატებულ ორგანიზაციად. თვით არნოლდი საკმაოდ მდიდარ ოჯახში დაიბადა, მან კარგად იცოდა მათემატიკა და მასზე იმედებს ამყარებდნენ, რომ იგი გენიალური მათემატიკოსი გამოვიდოდა, მაგრამ მან გადაწყვიტა თამაშისთვის მიეძღვნა მთელი თავისი ნიჭი და იყო არნახულად იღბლიანი მოთამაშე. იმიტომ რომ იგი ყოველთვის ითვლიდა ყველა იმ სულას, რომ მაგალითად ბლეკჯეკში ითვლიდა კარტებს და ბანკოში საკმაოდ დიდი ფული დააგროვა. იგი ლანსკიზე 20 წლით უფროსი იყო და როგორც თვითონ ამბობდა, კაპიტალიზმის არსი ვიციო თავიდან ბოლომდეო. რომ არანაირი პრინციპული განსხვავება არ არის, თქვათ, მენავთობეს და ბანდას შორის, რომელიც ნარკოტიკებით ან ქალებით ვაჭრობსო. ორივეგან არის სიხარბე და ტყუილი. როდშტეინის მთავარი დევიზი იყო: თუ ადამიანი ბრიყვია, ამით აუცილებლად უნდა ისარგებლო. და შენ თვითონ იქნები უარესი ბრიყვი, თუ ამას არ გააკეთებ. არნიმ პირველმა დაიწყო ამერიკაში დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა და ამ საქმეში სხვათა შორის ლანსკის ბანდაც ჩაერთო. იგი ხშირად პოლიტიკაშიც ერეოდა და პოლიტიკოსებიც კარგად მფარველობდნენ მას. ერთხელ არნიმ რამდენიმე პოლიციელს ესროლა, იგი დაიჭირეს, მაგრამ ჯარიმაც კი არ გამოუწერიათ მისთვის, იმდენად იყო იმ დროს ამერიკაში კორუფცია გავრცელებული. როდშტეინი 1928 წელს გაურკვეველ ვითარებაში, უბრალოდ დღემდე არ არის დადგენილი ვინ ვისი შეკვეთით მოკლეს, მას მუცელში ესროლეს და იგი ადგილზე დაიღუპა და ტვინის მკვლელობას, ბრეინის მკვლელობას ამერიკის და კერძოდ ნიუ-იორკის დანაშაულებრივ ორგანიზაციებში კარგად დიდი წმენდა მოყვა. არის გაჩაღებული ომები, ბანდებს ებრძვიან, იტალიელები გადიან პირველ ადგილზე. ირლანდიელები ინაცვლებენ მესამეზე, ხოლო ებრაული მაფია გადმოდის მეორე ადგილზე. თუ არ ჩავთვლით ლუჩანოს და ლანსკის მეგობრობას, ამ ორ ეთნიკურ ჯგუფს, ანუ იტალიურს და ებრაულს, ფაქტიურად არაფერი აკავშირებს ერთმანეთთან.
გარდა მუდმივი კინკლაობისა. ამიტომ ლანსკიმ გადაწყვიტა, რომ ამ კინკლაობისთვის ბოლო უნდა მოეღოთ. იგივე უნდა და ლუჩანოსაც. ორივე საკმაოდ ჭკვიანი იყო და ხვდებოდნენ, რომ ომები მხოლოდ და მხოლოდ წაგებაზე მუშაობს, ანუ ბიზნესისთვის რო აღარ რჩება, ადამიანები იღუპებიან და ამას ყველაფერს წერტილი უნდა დაესვას. როდესაც 20-იანი წლების დეპრესია დგება ამერიკაში, იწყება კასტელამარის, ეგრეთ წოდებული კასტელამარის ომები. მასში იტალიური ბანდები მონაწილეობენ, რამდენიმე ათეული ადამიანი კვდება, არის გამუდმებული სროლები, თავდასხმები და შეიძლება ითქვას, იფილტრება იტალიური მაფია სხვადასხვა პიროვნებებისგან. სხვა შორის ამ დროს გაიტაცებენ 1929 წელს გაიტაცებენ ლუჩანოს წინააღმდეგი ბანდის წევრები, მას სახეს დაუსერავენ, რამდენიმე ჭრილობასაც მიაყენებენ დანით და როდესაც იგი ფიქრებენ, რომ მოკვდაო და გადააგდებენ თხრილში, მაგრამ ლუჩანო გადარჩება და სწორედ ამიტომ დაარქმევენ მას ლაკის, ანუ იღბლიანს. ამ დროს ძალიან ისე ოდიოზური ფიგურა ხელმძღვანელობს იტალიურ მაფიას, ეს გახლავთ ჯუზეპე მასარია და მასარია საკმაოდ არაკომფორტული ტიპია, ამიტომ ლუჩანო მას კლავს. მასარიას კვლელობის შემდეგ მთავრდება კასტელამარული ომები და ლუჩანო უყრის საფუძველს კლასიკურ ორგანიზებულ დანაშაულს. ანუ იგი კრებს მაფიის სხვადასხვა ოჯახების წარმომადგენლებს და თავაზობს მათ, რომ გაერთიანდნენ. ამ გაერთიანებაში უნდა იყოს შესული ებრაული მაფიაც. ამაზე თანხმდებიან, იქმნება ეგრეთ წოდებული კომისია და ამ კომისიის თავმჯდომარე გახლავთ ლაკი ლუჩანო. მათ არამხოლოდ ამერიკაში აქვთ გაშლილი ესეთი ორგანიზებული დანაშაულის ქსელი, არამედ მთელ მსოფლიოში. ლანსკი ამ დროისთვის საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს დანაშაულებრივ სამყაროში, ლაკისთან მეგობრობა მას კიდევ უფრო უმყარებს ამ ავტორიტეტს და ლანსკი რაღაც მომენტში ჩათვლის, რომ მას სჭირდება საკუთარი არმია. თუ ისინი სახელმწიფო არიან სახელმწიფოში, მათ არმია სჭირდება და ამისთვის იგი დაიქირავებს იმ დროისთვის ყველაზე ელიტარულ კილერებს. და იქმნება ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ჭალებში ოფიციალურად Murder Incorporated, ანუ მკვლელობების კორპორაცია. კორპორაციას ხელმძღვანელობს ნიუ-იორკელი მაფიოზი ლუის ბუღალტერი, ასე ეძახიან მას მეტსახელად და მას ევალება ორი რამ: მაფიის ბიზნესის დაცვა და ასევე გარედან შემოსული შეკვეთების შესრულება. 5 წლის განმავლობაში, როგორც ვარაუდობენ, კორპორაციის სინდისზე 1000-მდე ადამიანის მკვლელობაა. მარტო ერთი ყავდათ ესეთი კორპორაციის ერთი წარმატებული წევრი, გარი შტრაუსი, რომელსაც თავისი ხელით ყავდა მოკლული 300 ამბობენ, მაგრამ ბევრი წყარო ამბობს, რომ 500-მდე ადამიანიც კი. წარმოუდგენელი ციფრია. მკვლელებს საკმაოდ კარგად უხდიდნენ, დაახლოებით $5000 პლუს იყო მკვლელობაში, პლუს იყო პრემიები და სადღაც მათ თვეში $200,000-მდე გამოსიოდათ დღევანდელი ფულით. ერთ წელიწადში კორპორაციის სუფთა შემოსავალი იყო $50 მილიონი. ოტო ბერმანი, იგივე მეტსახელად ბუღალტერი, აწარმოებდა სპეციალურ აღრიცხვას ამ ბიზნესის და სხვათა შორის მას ეკუთვნის ფრთიანი ფრაზა, რომელსაც დღესაც იყენებენ, არაფერი პირადული. ეს მხოლოდ ბიზნესია. 30-იან წლებში ახალი გამოწვევა გაჩნდა, რომლის მოსაგვარებლადაც ებრაელები მთელი ძალით ჩაერთენ, ეს გახლდათ ნაციზმი, რომელმაც გერმანიაში ჰიტლერი მოიყვანა სათავეში. ჰიტლერის მოსვლის შემდეგ ამერიკაშიც წამოყო თავი ჰიტლერულმა მოძრაობამ და განსაკუთრებით აღმოსავლეთ ამერიკაში, აღმოსავლეთ ნაწილში ამერიკის, სადაც ძალიან დიდი დიასპორა იყო გერმანული. აქ ოფიციალურად ფუნქციონირებდა ნაცისტური პარტიის ფილიალი და ამერიკა და ომი არ იყო დაწყებული და ამერიკა როდის ჩაერთვება ჯერ კიდევ ომში ოფიციალურად და პირდაპირ ეთერში მათ ჰქონდათ რადიოები, სადაც პირდაპირ ეთერში მოუწოდებდნენ ებრაელების გენოციდისკენ, ან მათი გაყრისკენ ამერიკიდან. ნიუ-იორკში სხვა შორის ჰიტლერ იუგენდის, ანუ ჰიტლერული ახალგაზრდული ორგანიზაციაც კი შეიქმნა. და ეს ორგანიზაცია ხშირად შერბოდა ხოლმე ებრაელ უბნებში, არ კლავდა, მაგრამ ცემდა ებრაელებს და რა თქმა უნდა ლანსკი ამას ვერ აიტანდა. ლანსკი სხვათა შორის დაიქირავა ნიუ-იორკის მთავარმა მოსამართლემ.
და უთხრა მას ომოდ ნუ დახოცავთ ამ ჰიტლერ იუგენდელებს. მაგრამ თქვენებურად ჭკუა ასწავლეთო და მართლაც ლანსკიმ სხვაშორის ფულზე უარი თქვა, რომელიც მას მთავრობამ შესთავაზა და ლანსკი მოგვიანებით ყვებოდა, რომ ჩვენ ვიყავით მხოლოდ 15-ნი. მაგრამ ნაცისტებს თავბედი ვაწყევლინეთ. ზოგიერთები ფანჯრიდან ცვიოდნენ, ზოგიერთებსაც თავყავს უერთიანებდით. ერთ კვირაში ნიუ-იორკის ნაცისტური ორგანიზაცია დაიშალა, ხოლო მათი მესვეურები უგზო-უკვლოდ გაქრნენ. და ჩვენ მათ ვაჩვენეთ, რომ ებრაელები ხელწამოსაკრავი ხალხი არ ვართ. მინეაპოლისში იყო ყველაზე ძლიერი ნაცისტური გაერთიანება და ისინი ხშირად კონფერენციებს აწყობდნენ და აქვე სამაგიეროდ იყო ადგილობრივი ებრაული მაფიაც, რომელსაც ხელმძღვანელობდა დევიდ ბერმანი, სხვათა შორის წარმოშობით იგი უკრაინიდან, ოდესიდან იყო და მისი ქვეშევრდომები ერთ-ერთი კონფერენციის დროს შევიდნენ დარბაზში, თვითონ ლიდერებს რკინის არმატურებით ფეხები დაუნტრიეს. შემდეგ ბერმანი ავიდა მიკროფონთან და გამოაცხადა: თუ თქვენ კიდევ ჩაატარებთ მსგავს რამეს, ჩვენ ფეხების დამტვრევით არ დავშოშმინდებით და არა მხოლოდ ლიდერებს გაუტეხავთ თავებს, არამედ აქტ დამსწრეებსაც. ამ სიტყვების შემდეგ დარბაზი მომენტალურად დაიშალა და მინეაპოლისში მსგავსი შეხვედრა უკვე აღარ ჩატარებულა. ჰიტლერის გამო ჯანმრთელობის ან სიცოცხლის დაკარგვის სურველები ქალაქში აღარ დარჩნენ. ლანსკიმ გერმანიაში ჰოლოკოსტის დაწყებისთანავე დაიწყო გერმანელი ებრაელების გადარჩენის ოპერაცია. გამოისყიდა მთელი გემი ებრაელ ტოლვილებისა, რომლებიც ჩავიდნენ კუბაზე და ჰავანამ უარი განაცხადა მათ მიღებაზე და გემი უკან უნდა გაებრუნებინათ ჰამბურგის პორტში. ამ დროს ლანსკი ჩავიდა ჰავანაში და ჩემოდნებით ჩაიტანა ფული. თითოეულ ებრაელ ტოლვილზე მან $500 შესთავაზა ადგილობრივ ჩინოვნიკებს, ეს დაახლოებით $15,000 არის დღევანდელი ფულით. და რა თქმა უნდა, კუბელებმა დიდი სიხარულით და ხელგაშლილად მიიღეს ებრაელი ტოლვილები. გერმანიაში ებრაელების დარბევის შემდეგ, რომელსაც დაერქვა ბროლის ღამე, ამ ბროლის ღამის დროს გერმანელებმა, ფაშისტებმა, ნაცისტებმა დალეწეს და დაანგრიეს და გაანადგურეს ებრაელთა ბიზნესი და მათი მაღაზიები და ბროლის ღამე სწორედ ამიტომ დაერქვა, რომ მთელი ქუჩები ბერლინის, ჰამბურგის და სხვა დიდი ქალაქების მოფენილი იყო მინის ნამსხვრევებით, რომლებიც ებრაელების მაღაზიიდან ცვიოდა. ამ დროს ბაქსის იგალმა ძალიან საინტერესო რამ გაუკეთა ფაშისტებს. მან შუამავლის პირით შეუთვალა დუჩეს მუსოლინის, იტალიის ფაშისტ ლიდერს, რომ მას აქვს ეგრეთ წოდებული ატომიტი. ანუ დენთი, რომელიც უხმაუროდ ფეთქდება და 100-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ჩვეულებრივი დენთი და მას შეუძლია ამ ნიმუშების გამოგზავნა, თუ რა თქმა უნდა გადაიხდიან იტალიელები ფულს. დუჩე ძალიან მოიხიბლა ამ აზრით, მან $4 მილიონი გაუგზავნა ბაქსიმ გაუგზავნა რამდენიმე ტომარა თავისი ატომიტი. ატომიტის გამოცდას ესწრებოდა ჰერინგი, გებელსი და დუჩე. ატომიტს ცეცხლი წაუკიდეს, იგი უბრალოდ დაიწვა და ისეთი მყრალისუნი დააყენა, რომ იქედან ერთმანეთს ასრებდნენ, ისე გარბოდნენ გერმანელებიც და იტალიელებიც ამაზე. სხვათა შორის უკვე ჰიტლერი ისედაც ადრეც თვლიდა, რომ დუჩემ ადამიანს ნორმალური არ იყო და მას იდიოტს ეძახდა და ამის შემდეგ კიდევ უფრო გამყარდა ამ თავის შეფასებაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაული მაფია ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდა ამერიკის მთავრობასთან. ისინი იცავდნენ მშრალ დოკებს, სადაც ამერიკული გემები მზადდებოდა სამხედრო. ისინი ავლენდნენ გერმანელ ჯაშუშებს, ისინი ახშობდნენ გაფიცვებს, რომლებსაც ხშირად აწყობდნენ ხოლმე დოკის თანამშრომლები და მშენებლები. ებრაული მაფია ფაქტიურად ამ დროს სახელმწიფოსთან ერთად მოქმედებდა. ომის შემდეგ ახლად დაარსებულ ისრაელის სახელმწიფოს ჭირდებოდა იარაღი, იარაღს მას არავინ აწვდიდა, ამიტომ ლანსკიმ შექმნა რამდენიმე შუამავალი ფირმა, ფანდრაიზული ფირმა, სადაც იგი აგროვებდა ფულს და შემდეგ ამ ფულად ყიდულობდა უახლეს იარაღს და უგზავნიდა კონტრაბანდის გზით, რა თქმა უნდა, ისრაელის სახელმწიფოს და ამან პირველი რამდენიმე წელი გააძლებინა ისრაელს იმ თავდასხმების
დროს, როდესაც მას სხვადასხვა ჯგუფები, ისლამური სამყაროს სხვადასხვა ჯგუფები ესხმოდნენ ხოლმე თავს. პარალელურად იმისა, რომ ებრაელები ეხმარებოდნენ თავიანთ ძმებს და თანამოძმეებს, პარალელურად ისინი ავითარებდნენ სათამაშო ბიზნესს. მათ ფაქტიურად მთლიანად ჩაიგდეს ხელში მთელი სათამაშო ბიზნესი და როდესაც ამერიკა უკვე გადაივსო კაზინოებით, ლანსკიმ აღმოაჩინა ერთი კუნძული, სადაც მას უკვე ჰქონდა გამოცდილება ჩინოვნიკების მოსყიდვის. ეს გახლდათ კუბა. იგი ჩავიდა დიქტატორ ბატისტასთან, იმდროინდელ კუბის პრეზიდენტთან და უთხრა, რომ მე აქ ავაშენებ უზარმაზარ სასტუმროს, თავისი კაზინოთი, რომლის გავსიც სოფლიოს არ უნახავს. ბატისტამ შეხედა ეხლა რაღაც ერთი დაბალი, ვიღაც შეუხედავი კაცი მოვიდა და ამხელა პროექტს თავაზობს და ცოტა ეჭვის თვალით შეხედა, ამას რო შეატყო ლანსკიმ, მას გამჭრიახი გონება ჰქონდა, როგორც მოგეხსენებათ. გავიდა ოთახიდან და ცოტა ხანში ორ კაცთან ერთად დაბრუნდა, თითო მოათრევდა თითო უზარმაზარ ჩემოდანს, მან გახსნა ეს ჩემოდნები და კუბელი დიქტატორის თვალწინ 6 მილიონი ქეში გადმოყარა და ამის შემდეგ ბატისტა მიხვდა, რომ ძალიან სერიოზულ ადამიანთან ჰქონდა საქმე და გასაბრძანება ეგრევე იმავე წუთას, რომ ნება დაერთოთ ლანსკისთვის კაზინოს და სასტუმროს მშენებლობისა. ამერიკაში უდაბნოში არსებობდა ერთი პატარა ესეთი დასახლებული პუნქტი, რომელსაც ლას-ვეგასი ერქვა და ამ დასახლებულ პუნქტს ჰქონდა თავისებური კანონები. იქ თითქმის არ იბეგრებოდა სათამაშო ბიზნესი. ბაქსი სიგელმა გადაწყვიტა, რომ ეს ადგილი უნდა აეთვისებინა. თქვენ იცით ახლა კაზინო, ვისაც გაქვთ ფილმი ნანახი, თუ როგორ ხდებოდა იტალიური და ებრაული მაფიის მიერ ამ ადგილის ათვისება და თუ რად გადაიქცა ეს ღვთისგან და ადამიანისგან მიტოვებული ადგილი ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და ყველაზე დიდი ფული შემომტან ადგილად მსოფლიოში. ბაქსიმ გადაწყვიტა, რომ ჰოტელი უნდა აეშენებინა აქ. დაახლოებით იგივე ტიპის, რასაც აპირებდა ლანსკი კუბაზე. მან ძალიან დიდი ფული ჩადო ამ პროექტში და პარალელურად მან მიიზიდა იტალიელი მაფიოზების ინვესტიციებიც. ბაქსის ჩანაფიქრით ეს უნდა ყოფილიყო სასტუმრო და სათამაშო ბიზნესი, რომლის შესაძლებლობა უნდა ჰქონოდა საშუალო ამერიკელსაც კი. ამან ცოტა ცუდად ითამაშა იმ ფაქტზე, რომ შემოსავალი კაზინოს თითქმის არ ქონია და პირველი თვეების განმავლობაში იგი უზარმაზარ მინუსებზე გავიდა. პარალელურად იტალიური მაფიის ბოსებამდე მიდიოდა ხმები, რომ ბაქსი მათ ფულებს იპარავს. კერძოდ მაგალითად იგი ყიდულობდა თქვა $2,000 სავარძელს, რომელიც მას აუცილებლად სჭირდებოდა. ყიდულობდა ფაქტიურად ერთ სავარძელს და აფორმებდა 7 და 10-ს. როდესაც შენ აი ესეთ რაღაცას აკეთებ, ისედაც დანაშაულია, მაგრამ როცა შენ ამას მაფიოზოს უკეთებ, ეს 100-ჯერ მეტი დანაშაულია. ლანსკის პრეტენზიებით მიმართეს იტალიელმა მაფიის ბოსებმა და ლანსკიმ მეგობრის გადასარჩენად შვეიცარიაში ბანკიც კი იყიდა და ამ ბანკის მეშვეობით იგი ცდილობდა რაღაცნაირად ფულის გათეთრებას, შემდეგ ამ ფულის უკან ჩაბრუნებას, ვალების გასტუმრებას იტალიელებისათვის, მაგრამ ბაქსი აგრძელებდა თავის უგვან საქციელს. 10 წლეულობის განმავლობაში ლანსკის მიერ ნაშენები, აი ეს იმპერია, ფინანსური იმპერია უკვე დაღუპვის პირას მივიდა, იმიტომ რომ იტალიელებმა თქვეს ჩვენ ამას ვერ ავიტანთო. და ლანსკის უთხრეს, უნდა მოვიცილოთ თავიდან. წარმოიდგინეთ, ამდენი წლის მეგობრები იყვნენ ლანსკი და ბაქსი სიგალი. მიუხედავად ამისა, ლანსკიმ და ეს მისი, როგორც შემდეგ თვითონ ამბობდა, ეს მისი პირადი ტრაგედია იყო და ალბათ ყველაზე დიდი ტრაგედია, რაც მას ცხოვრებაში გადახდა თავს, მან დასტური უთხრა ბაქსის კვლელობაზე. ბაქსი ვისკის მიირთმევდა თავის ფეშენებელურ ნომერში, როდესაც მოპირდაპირე შენობის ფანჯრიდან ნაცროლმა სნაიპერის ტყვიამ მას შუბლი გაუხვრიტა. ასე დამთავრდა ლეგენდარული დუეტის ისტორია. 1957 წელს ლანსკიმ როგორც იქნა დაამთავრა მშენებლობა გრანდიოზული სასტუმროსი და კაზინოსი ჰავანაში, მას დაარქვა ჰაბანა რივიერა და ლანსკის იმედი ჰქონდა, რომ იგი გაჯეჯილდებოდა კუბაზე, მაგრამ კუბური
ინიციატივა უცებ დამთავრდა. ფაქტიურად წელიწად ნახევარში, როდესაც კუბაზე კომუნისტური რეჟიმი დამყარდა, მოვიდა ფიდელ კასტრო, რომელმაც სასტუმროც წაართვა ლანსკის და ბიზნესიც და ფაქტიურად ლანსკიმ ერთ დღეში 150 მილიონი დოლარის ინვესტიცია დაკარგა. პარალელურად მას დაუხურეს ყველა სათამაშო ბიზნესი ამერიკაში და დააწესეს 24/7-ზე თვალთვალი. ამას ლანსკიმ ვერ გაუძლო და გადაწყვიტა რომ სამშობლოში თავის ისრაელში წასულიყო. მით უმეტეს რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრთან გოლდა მეირთან, მიუხედავად ამისა, მას არც თუ ისე კომფორტული მდგომარეობა დახვდა ისრაელში, იმიტომ რომ ისრაელმა ხელი მოაწერა ნებისმიერი დამნაშავის ამერიკასთვის გადაცემას. ამიტომ ლანსკი მხოლოდ 2 წელი იცხოვრა ისრაელში და შემდეგ წავიდა პარაგვაიში. პარაგვაიში თვითმფრინავის ტრაპთან მას უკვე ედგარ გუვერის ფედერალური გამოძიების ბიუროს წარმომადგენლები დახვდნენ და ამერიკაში გაუკეთეს დეპორტაცია. ჩატარდა რამდენიმე სასამართლო პროცესი. ყველა სასამართლო პროცესი ლანსკი მოიგო. მოიგო იმიტომ რომ ბიუროს არანაირი ხელმოსაჭიდი არ გააჩნდა, მიუხედავად იმისა, რომ მასზე წლების განმავლობაში თვალთვალი იყო დაწესებული. ედგარ გუვერი ბორგაოდა ჭკუაზე არ იყო ცოფებს ყრიდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. ლანსკიმ ფაქტიურად დაკარგა თავისი ყველა ბიზნესი, მაგრამ ფული არ დაუკარგავს, მას ფული საკმაო რაოდენობით დარჩა და 83 წლამდე იგი ცხოვრობდა მაიამიში, სადაც საკუთარ რანჩოზე იგი გარდაიცვალა 80 წლის ასაკში, თავისი შვილების და შვილიშვილების გარემოცვაში. სხვათა შორის მისი შვილები და შვილიშვილები ლეგალურ ბიზნესს ეწევიან და არც ერთი არ არის გარეული დანაშაულებრივ საქმიანობაში. სწორედ ეს განასხვავებს სხვათა შორის იტალიურ მაფიასა და ებრაულ მაფიას. თუ იტალიურ მაფიაში იქმნებოდა ოჯახური კლანები, დღეს მოგეხსენებათ 5 ძირითადი კლანია ნიუ-იორკში, რომლებიც მეტნაკლები წარმატებით წამოყოფენ ხოლმე თავს, მსგავსი რამ ებრაულ მაფიას არ ახასიათებდა და ლანსკის სიკვდილთან ერთად ებრაული მაფიაც დაიშალა. თუმცა მე-20 საუკუნის ამერიკა წარმოუდგენელია ლანსკის მიერ შექმნილი ორგანიზებული დანაშაულის გარეშე. მან უზარმაზარი კვალი დატოვა ამერიკის ცხოვრებაში და დღემდე იგი გახლავთ მწერლების და კინორეჟისორების ერთ-ერთი ყველაზე ფავორიტი პერსონაჟი და მის შესახებ და ზოგადად მაფიის შესახებ უამრავი ფილმი არის გადაღებული, მათ შორის ძალიან ბევრი არის საკულტო და ჩემთვისაც ძალიან საინტერესო. იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და თუ მოგეწონათ აუცილებლად დასვით ლაიკი და მე ლაიკების მიხედვით თუ ეს ვიდეო დააგროვებთ 2000-ზე მეტ ლაიქს, მე აუცილებლად გავაკეთებ მეორე ნაწილს და შემდეგ ვეცდები მესამე ნაწილიც გავაკეთო, მით უმეტეს რომ ეს თემა ამოუწურავია, ძალიან საინტერესოა და ძალიან ბევრისთვის ალბათ იქნება ჭკუის სასწავლებელიც. მე კი ამით მინდა დღეს დაგემშვიდობოთ, მშვიდობიანი კვირა გისურვოთ და ჩვენ, რა თქმა უნდა, მალე შევხვდებით ერთმანეთს. ნახვამდის.